ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა და ოპოზიციის მცდელობა ახალი სკანდალის შექმნას საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მკაფიო განმარტება უკვე გააკეთა. მეგინ არსავიძეა პირდაპირ ეთერში. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. ასევე ხალხთაშორისი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით გამახვილდა ყურადღება, რასაც როგორც ჩანს ოპოზიცია ეწინააღმდეგება, რაც შეეხება ნდობას და ურთიერთობების აღდგენას, ითქვა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაერთი პროგრამა აქვს. თქვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პროგრამა გვაქვს, თქვენ იცით, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული მოსახლეობის, ასევე აფხაზური მოსახლეობის ხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შემოსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ამას გავაკეთებთ, თქო გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ კი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის მორიგი აჟიოტაჟი და კამპანია ჩავარდა, როგორც მოისმინეთ, მკაფიოდ ითქვა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ყველა ასეთი ნაბიჯი გადაითქმება ოკუპაციის შესახებ კანონის ფარგლებში.